ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ვსაუბრობთ ახალგაზრდების ინტეგრაციაზე საზოგადოებაში. ვიდრე გავიწყებთ საუბარს, ნახოთ სიუჟეტი. პალმეტური მეთოდით ხეხილის გაშენება 2 ჰექტარ მიწაზე სოფელ მარაბდის მაცხოვრებლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში მათი პროექტი საუკეთესო 14 შორის მოხვდა. ქლიავისა და ჯუჯავაშლის სხვადასხვა ჯიშის 1300 ძირიხი ამ მიწაზე სულ მალე დაირკვება და ვარაუდობენ, რომ ერთ წელიწადში შედეგიც გამოჩნდება. განსხვავებით დარგვის ტრადიციული მეთოდისგან პალმეტური მეთოდით ხის ზრდა ტოტების ერთ სიბრტყეზე განტოტვას გულისხმობს. ამის შედეგად ისინი თანაბარ განათებას იღებენ და ფოტოსინთეზიც უფრო მაღალი აქტივობით მიმდინარეობს. ეს ზრდის ხის ნაყოფიერებას და მოსავალის ადრიანად მიიღება. ამასთანავე ამ მეთოდით იმავე ტერიტორიაზე გაცილებით მეტი ხის დარკვაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ტრადიციული გზით მოხერხდებოდა. პალმეტური მეთოდის შესახებ პროექტის ავტორებმა ინტერნეტით და უცხოელი პარტნიორების დახმარებით შეიტყვეს. ახლა კი მთელ სოფელს უზიარებენ გამოცდილებას. ჩამოვედი, რაღაც ახალი პროექტია, რაც ამ სოფლის მოსახლეობაში რაღაც ახალია. ანუ შპალირის მეთოდის ეძახიან ამ ვაშლს რა ახლო არის, რაც ჩვენ სოფელში არ არის დანერგილი. და მაინტერესებს ჩამოვედი, რაც მე ვიცი, მეც გადავცე ამ ხალხს და რაც ავათიციან, მეც ვსწავლობ რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც ხეხილის დარგვის პროცესი დასრულდება, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ტრენინგებს გაივლიან ქარელში, სადაც გამოცდილი აგრონომი მათ გასხვლის, მორწყვის და სხვა საჭირო პროცედურების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. საბოლოოდ კი მოხალისეობრივი კულტურის და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად პროექტში ჩართული ადამიანების მიზანი კიდევ ერთია. რაც იქნება, რა მოსავალი მოგება, როგორ ვთქვა ახლა. ჩვენ ვაპირებთ დარიგებას მაგთან ხის ბავშვთა სახლებისთვის. იმათ უნდა დაურიგოთ და მაგათვისაც ვაკეთებთ რა. პარალელურად ისევ სოფელ მარაბდაში 2 კილომეტრის დაშორებით ამავე გრანტის ფარგლებში მეორე გამარჯვებული პროექტი ხორციელდება. ახალგაზრდები ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელ 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის გაშენებას აპირებენ. 430 ძირი კაკლის ხე გზასაც გაამწვანებს და ზაფხულის მწველ სიცხეში მოსახლეობისთვისაც შვების მომგვრელი იქნება. პროექტს თავდაპირველად ეს იდეა გამიშთა დაახლოებით რამდენიმე წლის წინ, ესე 5 წლის წინ, როდესაც ხედავდით ჩვენი სოფელი რამ მდგომარეობაში იყო. და ვფიქრობდი მომენახა გზები ისეთი, რის საშუალებითაც განახორციელებდი მე ამ ჩემი იდეის განხორციელებას. და სულ რამდენიმე თვის წინ შევიტყვე, რომ არსებობს ფონდი, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენ სოფელში არის. ქარსაფარი ზოლის გარდა სოფელს ნაგავსაყრელიც არ აქვს და პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში ეს პრობლემაც უნდა გადაიჭრას. მესამე ნაწილი კი სპორტულ ღონისძიებებს დაეთმობა. ჩვენ პროექტში ჩართული იქნებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, რომელიც აქვე ახლოში ჩვენს მეზობელ სოფელში კოდაში არიან ჩასახლებული, აუცილებლად ის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას ამ სპორტულ ღონისძიებებში და მოხდება ამ ბავშვების ერთმანეთთან დაახლოება, დამეგობრება და ასე ვთქვათ, საერთო ენის გამონახვა. დიდი თუ პატარა მოსწავლეები, სტუდენტები, მარაბდის თუ მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლები, პროექტი დიდი ინტერესით არიან ჩართულები და ქარსაფარ ზოლთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებასაც წარმატებით აშენებენ. ბატონო, ზოგადად სამინისტროს პრიორიტეტებზე, იმ მიდგომებზე, რაც უკავშირდება ახალგაზრდებს. რაც შეეხება უშუალოდ სამინისტროს პრიორიტეტებს, მოკლედ შესავალს გავაკეთებ მაშინ. მას შემდეგ, რაც ჩვენ სამინისტროში შევედით, ეს იყო ოქტომბრის ბოლოს, ანუ არჩევნების მერე, დაგხვდა საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, ამაზე ხა აქცენტს არ გავაკეთებ და ვისაუბრებ თქვათ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც დაიგეგმა სწორედაც არჩევნების მერე. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა იყო თავიდან ბოლომდე არეული და ეს გამომდინარე იქიდანაც, რომ სამინისტრო ახალი შექმნილი იყო და ბუნებრივია შეცდომები მუშა პროცესში გარდაუვალიც არის. ჩვენ მივუდექით სისტემურად, პირველ რიგში დავიწყეთ გამიჯვნა ერთმანეთისაგან იმ საქმიანობის, რაც უშუალოდ სამინისტრომ უნდა აწარმოოს ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე იმ საქმიანობისა, რომელიც უშუალოდ უნდა აწარმოოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროზე დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა და ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ფონდმა. რაც შეეხება უშუალოდ
მთლიანად სამინისტროს პრიორიტეტებს და ანუ შემუშავებული იქნა ახალი მიმართულებები, კერძოდ ჩვენ წელს განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე არასრულწლოვან პატიმრებზე და კიდევ ანუ თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. საკმაოდ მრავალფეროვანია. განხორციელდა საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლებსაც დეპარტამენტის მხრიდან ბატონი ნუგზარი დააზუსტებს და ასევე საკმაოდ საინტერესო პროექტები არის უკვე განხორციელებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩვენი მიზანი მდგომარეობდა იმაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, და მდგომარეობს დღესაც, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სამინისტროს საქმიანობაში და ამავდროულად სამინისტრო იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. ფონდის საქმიანობაში იკვეთებოდა შემდეგი დეტალი, კერძოდ იმისათვის, რომ თქვენ შეგძლებოდათ მიგეღოთ დაფინანსება, აუცილებელი იყო, რომ როგორც ახალგაზრდული ორგანიზაცია დარეგისტრირებული ყოფილიყავით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდის რეესტრში და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, რომ თქვენ სახელმწიფო სახლებიდან განგეხორციელებინათ პროექტები. ეს იყო საკმაოდ ბიუროკრატიული მექანიზმი, გაურკვეველი იყო აბსოლუტურად კრიტერიუმები რეესტრში მიღების კრიტერიუმები და შესაბამისად მაგალითად თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ ახალდარეგისტრირებულ ორგანიზაციას ვერ მიეღო მონაწილეობა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ასევე მაქსიმალურად გამარტივდა ეს პროცესი. მაქსიმალურად გამარტივდა და უბრალოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. სამინისტრო ახორციელებს თავისი სრული დაფინანსებით გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროგრამას. ეს პროგრამა ხორციელდება გაეროს რეზოლუციის შესასრულებლად, რომელიც სახელმწიფოებს ავალებს, უпростоრად რეკომენდაციით მიმართავს, რომ წარმოადგინონ ახალგაზრდობის ელჩები. ეს კონკურსი უკვე გამოაცხადეთ, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ 18-დან 25 წლის ასაკამდე პიროვნებას. წარმომიდგენია, როგორი კონკურსი იქნება. დარწმუნებული ვარ, აქტიურობა იქნება საკმაოდ მაღალი. და აღნიშნული საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, რომელიც გაიმარჯვებს ამ კონკურსში, მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ანსამბლის ხდომაში, როგორც საქართველოს დელეგაციის, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად სრულუფლებიანმა წევრმა, შემოიაროს მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი, გაეცნოს ახალგაზრდობის პრობლემატიკას და ქართველი ახალგაზრდობის ხმა დააფიქსიროს მთელი მსოფლიოს წინაშე. ფრიად მიმზიდველი საკონკურსო თემა არის და მე დარწმუნებული ვარ, მართლაც გამოხმაურება იქნება ძალიან დიდი. დიდი მადლობა. ბატონ ნუგზარ, აი უშუალოდ თქვენი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით ძალიან საინტერესოა ჩვენი გადაცემისთვის, რა თქმა უნდა, ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში თუ რა პრიორიტეტებია, რა მიდგომებია და როგორ ხორციელდება. ერთ-ერთი პროექტი, რომელთაც მე შემიძლია დღეს წავდგე, ეს არის ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი, რომელიც რადიო სპექტაკლი დაიდგა. და ეს არის ქართულად და აზერბაიჯანულ ენაზე. თვითონ ვინც თარგმნა ეს ამჟამად მოღვაწეობს აზერბაიჯანში, ბაქოში. სრულიად შემთხვევით მოხდა ჩვენი დაკავშირება. მე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ბატონ იმის დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის. ეს საკმაოდ კარგი რადიო სპექტაკლი გამოვიდა. აქ არიან დღეს სტუმრად არიან ჩვენ ერთად ავართ, ასე ვთქვათ, ის ხალხი, ვინც აზერბაიჯანაზე შეასრულეს რადიო სპექტაკლი. ბატონ თურგაის ხელმძღვანელობით და დიდი მადლობა მინდა მასაც გადაუხადო. შემდეგ გვაქვს რომ ვაინახურ ენაზე მოვიძიეთ თარგმანი სტუმარ მასპინძელი და გვინდა ესეც ასე ვთქვათ რადიო სპექტაკლი გავაკეთოთ. ეს კონკრეტულად რაც შეეხება ამ თემატიკას და ზოგადად შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ყველა რეგიონში ვიყავთ ჩვენ ჩასულები, ეს მარნეული იქნება, ბონისი იქნება თუ ახალციხე, ახალქალაქი, სადაც ეთნიკურად ეთნიკური უმცირესობების ცხოვრობენ და ეს პრობლემები და ის მათი ხედვა როგორც ისინი ხედავენ, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. შეგვიძლია კიდე ერთ პროექტზე ვისაუბრო, რომელიც განახორციელდა წარმატებით, ეს სამ ქალაქში, მარნეულში, ბონიში და ახალქალაქში ჩავატარეთ. ელექტრონული სპორტის ფედერაციასთან ერთად შევიმუშავეთ რაღაც ნოუ-ჰაუ, ასე ვთქვათ, ამ სფეროში, იმიტომ რომ ქართულ
ცნობიერებაში ასეთი რამე არ ყოფილა, ეს არის სწრაფი ბეჭდვა და ლოგიკური აზროვნების კონკურსი. ქართულად ხომ? ქართულად. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ პროექტს და მიზანია რომ საქართველოს ჩემპიონატი ჩავატაროთ, იმიტომ რომ ამ საწყის ეტაპზე დაახლოებით 500-მა ეთნიკურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. პირველი გამარჯვებულიც აქ არის. ჩვენ სტუდიაში შეგვიძლია მე გავესაუბროთ მას. ანუ ეს პროექტი მიმდინარეობდა გვინდა საქართველოს საქართველოს ჩემპიონატი ჩავატაროთ. გარდა ამისა, მარნეულში ინტერნეტ რადიო შევქმნით, მათი წარმომადგენლები ახალგაზრდა ჟურნალისტები მომავალი ესწრებიან ამ გადაცემას და ეხლა სრულდება საიტი დასრულდება და უკვე ნებისმიერ მსურველს შეიძლება ასე ვთქვათ შევიდეს. ამ დეპარტამენტს საკმაოდ აქტიურ მდგომარეობაში შეეხება. და არის კიდევ ეხლა ამ დღეებში ექსკურსიები გვაქვს დაგეგმილი ყველა ამ რეგიონიდან, სადაც ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ქართველები და ეთნიკური უმცირესობები ერთად ჩამოდიან და ერთი თემა მინდა კიდე გავაჟღერო. მხიარული სტარტები ყველას გვაქვს ჩვენი ახალგაზრდობიდან, როგორი პოპულარული იყო, შემდეგაც რა თქმა უნდა ტელევერსიები ეხლაც მიმდინარეობს, უბრალოდ აი ეს რეგიონები აქტიურად არ იყო ჩართული და მინდა გითხრათ, რომ იგივე ახალციხის, ახალქალაქის ახალგაზრდობა, სკოლები ჩართულები იქნებიან, ეს პროექტიც უკვე განხორციელების პროცესია, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდი მიდის და ასე ვთქვათ, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო პროექტები არის. დრო თუ მოგწევს ამის საშუალებას, მე შემიძლია მთელი გადაცემა ვისაუბრო კიდევ. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. კაბოტონ ანა, უშუალოდ ფონდის საუბრობთ, საინტერესო არის როგორი თემატიკა არის, მრავალფეროვნება თემატიკის, როგორი არის, რა მიმართულებებია, თუ მოდის ინიციატივები თვითონ ახალგაზრდების მხრიდან, თუ რა სურთ მათ, როგორი ტიპის, როგორი თემის გაშლა და როგორი თემატური კონკურსი ჭირდებათ მათ, თუ არის ესეთი კონტაქტი. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს პირველ რიგში ის, რომ ფონდი არის განსხვავებული თავისი ფუნქციით. ის არის ფაქტობრივად ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ დააფინანსოს, მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ დააფინანსოს ახალგაზრდული ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, როგორც რატიმ ბრძანა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენ ხშირად გვაქვს კავშირი იმ ადამიანებთან, ვისაც სურთ ფონდში, ვთქვათ, პროექტების შემოტანა, თავისი იდეების განხორციელება და რეალიზება. მოგახსენებთ, რომ ყოველი წლის დასაწყისში ცხადდება ფონდის პროგრამული პრიორიტეტები. წელს 2013 წლის პროგრამული პრიორიტეტების გამოცხადებამდე ეს რომ არ ყოფილიყო მხოლოდ სამინისტროს ან ფონდის პრიორიტეტი, ჩვენ გამოვკითხეთ 1000-მდე ახალგაზრდა. იქ ჩამოწერილი იყო კითხვაში ბუნებრივია ძირითადი საკითხები, რაც შესაძლოა ახალგაზრდებს აწუხებდეთ და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ დაემატებინათ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემებიც და საკითხებიც. აქედან გამომდინარე, იმ კითხვარების შედეგებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა 4 ძირითადი პროგრამული პრიორიტეტი, რომლის განმავლობაში 2013 წლის მანძილზე რამდენიმე საგრანტო კონკურსი გამოცხადდება. ერთი ასეთი საგრანტო კონკურსი პირველი უკვე ჩატარდა და არის საკმაოდ მრავალფეროვანი პროექტებიც. ამ 4 პროგრამას რაც შეეხება, ეს არის კულტურულ საგანმანათლებლო, საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერა, სპორტულ გამაჯანსაღებელი პროგრამა და ეკოლოგიის მხარდაჭერის პროგრამა და არის ამავდროულად ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა. რამდენად აქტიური ახალგაზრდობა? რომლის ფარგლებშიც გვაქვს ეთნიკური უმცირესობების შესახებ თემები. აქტიურობა ნამდვილად შეინიშნება, იქედან გამომდინარე, რომ პირველ რიგში სანამ საგრანტო კონკურსი მიმდინარეობდა, ჩვენ მქონდა შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში აბსოლუტურად, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში ხვდებოდით ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს და მეორე მხრივ აქტივობა აისახებოდა უკვე შემოსული პროექტების რაოდენობაზეც. არასდროს არც ერთ საგრანტო კონკურსზე ასეთი მაღალი მაჩვენებელი პროექტების არ ყოფილა. ბატონი ნუგზარის და ბატონი რატიც არიან სათათბიროს წევრები, რომელიც წყვეტს, ეს არის უწყება, რომელიც წყვეტს თუ რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს და რომელი არა და ისინიც ამეთანხმებიან, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ეს კონკურსი, თუმცა ბუნებრივია ობიექტურად უნდა გადაწყვეტილიყო და გამოვლენილი იყო გამარჯვებულები. პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად 14 გამარჯვებული ორგანიზაცია გვაქვს, 4-ვე პროგრამული პრიორიტეტის შესაბამისად უკვე დაიწყება ამ კვირიდან იწყება აი ამ პროექტების განხორციელება და მათი წარმომადგენლები, აი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ნაწილი ჩვენთან სტუდიაშიც არიან. დიდი მადლობა. რადგან უკვე დავაანონსეთ ჩვენი ეს
მშვენიერი პროექტი ვაჟა-ფშაველას სტუმართ მასპინძელი ქართულ-აზერბაიჯანული მაინტერესებს უშუალოდ მონაწილეების აზრი. რამდენად საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა და რა მოგცათ ამ პროექტზე მუშაობა? რაც შეეხება პროექტს, ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, ანუ ვაჟა-ფშაველას ამ უკვდავი პოემის აზერბაიჯანულ ენაზე გაკეთება, რადიო სპექტაკლის დადგმა. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ ვითანამშრომლოთ. და საიდან გაჩნდა ეს იდეა, რომ ვაჟა-ფშაველას სტუმართ მასპინძელი უკვე რადიო სპექტაკლად გექციათ? ანუ თვითონ იდეის ავტორი ვინ იყო? იდეის ავტორი იყო ვიყავით ჩვენ, ანუ ბატონი ზურაბ კანდელაკი, ბატონი ბაკო ხვიჩია და მე თურგაი ველიზადე. და რა თქმა უნდა სამინისტრო მოგცათ საშუალება რომ ეს პროექტი განვითარდეს. ამ პროექტზე მუშაობ. საინტერესო რამდენად რეზონანსული იყო, გამოხმაურება როგორი ქონდა? ძალიან კარგი გამოხმაურება ქონდა, ანუ ყველას მოეწონა, ანუ დისკებზეც როგორც მოგახსენებათ ჩანაწერი გაკეთდა და ანუ თქვენ ამ მიმართულებით აპირებთ გააგრძელოთ თქვენ საქმე. დიახ, ვაპირებთ და მომავალშიც ესეთი საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ. დიდი მადლობა. მოდით ვისაუბროთ კონკრეტულად ის პროექტები, რომლებიც ჯერ განხორციელდა და რომლებიც განხორციელების სტადიაში. ანუ თქვათ, განხორციელების სტადიაში არის, რამდენადაც ვიცი, ქვემო ქართლში ინტერნეტ რადიო, ხო? აი, რა მოლოდინები გაქვთ? როგორი სახის იქნება თქვენი რადიო? ჩვენი რადიო ნიუსები გვექნება და სტუმრები გვეყოლებიან, ძალიან საინტერესო, უკვე ჩაწერილიც გვაქვს. თქვენ თანატოლები თუ უფროსები? უფროსები იქნებიან. ძირითადად უფროსებზე იღებთ აქცენტს? რატო? ძირითადად. რა ვიცი, უფრო საინტერესო იქნება და უფრო ფართო მასშტაბებში დაინტერესებს. აი, რა პრობლემებია? მოდით აქედან დავიწყოთ. თქვენი, ესე ვთქვათ, ჟურნალისტური მოღვაწეობის საწყისი პატარა ეტაპი გავიაროთ. არ ვიცი, მაგალითად შეიძლება საუბარი განათლების პრობლემებზე იყოს. ამ ბოლოს უფრო ჩართულია სხვადასხვა პროექტებში მარნეული, ძალიან კარგია, მაგრამ ანუ არ იყო იმის საშუალება, რომ ესეთი პროექტები განხორციელებულიყო და ამ ახალგაზრდების ჩართულობა რომ უფრო გავააქტიუროთ ის ამის მხრივ. და ბევრი სხვა პროექტის პრობლემა არსებობს კიდე, რომელსაც შევეცდებით, რომ როგორმე მივიტანოთ მსმენელის ყურამდე. მშვენიერი. დიდი მადლობა. აი, ახალგაზრდებს, რომლებიც ასევე განხორციელების სტადიაში არის, ხო? დიახ. ჩემი პროექტის სახელია ახალი მარაბდა. და რატომ ახალი მარაბდა? თავდაპირველად ასე დაიწყო ჩვენი ამ პროექტის იდეა. ვიყავით მეგობრები რამოდენიმე, რომლებსაც გვაწუხებდა სოფელში არსებული პრობლემები, ის ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც დღესდღეობითაც არის და გვინდოდა რომ გადაგვეჭრა ეს პრობლემები, მაგრამ არ იყო ის სახსრები, კი იყო ენთუზიაზმი, მაგრამ სახსრები არ იყო. აქედან გამომდინარე ინტერნეტის საშუალებით ჩვენ გავიგეთ, რომ არსებობს ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო ამ პრობლემების, ასე ვთქვათ, გადაჭრა და შევქმნით ეს პროექტი. დიდი მადლობა. რამდენად მნიშვნელოვანია აი ესეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება? საინტერესოა როგორ შეიტყვეთ თქვენ ამ საგრანტო კონკურსის შესახებ? რამდენად კი ბატონო? როდესაც ინტერნეტის საშუალებით და სხვა შორის ტელევიზიებშიც დაანონსდა ეს რომ ცხადდებოდა საგრანტო კონკურსი, სწორედ აი ამისთვის შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომ მიგვეყო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წევრებს და დამფუძნებლებს ეს ცალ-ცალკე ყველას გვქონდა გამოცდილება ხელოვნებაში, ლიტერატურაში და ასე შემდეგ, მაგრამ პროექტი განხორციელებული არ გვქონდა. აი თქვენი პროექტი რის შესახებაა? პროექტი არის ego art-ი, ასე ქვია ამ პროექტს. ეს არის კულტურულ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოიცავს ყველა რეგიონს. ეს იქნება პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში, უნდა გამოვლინდნენ ახალგაზრდები ყველა რეგიონიდან და მინდა ასევე თქვენი გადაცემის საშუალებით პირველად დავაანონსო ეს, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას 15-დან 26 წლის ჩათვლით შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, იაქტიუროს და გამოგზავნოს თავისი ნაწარმოებები. ეს ყველაფერი ჩვენს Facebook-ის გვერდზეც არის, ასევე გაგვაჩნია ბლოგიც, არ არის პრობლემა, ანუ ხელმისაწვდომობა თქვენი ტელევიზიის საშუალებით და ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ფონდს არსებობისთვის და რა თქმა უნდა მიეცემა ყველას საშუალება, იქნება ეს ეთნიკური უმცირესობა თუ ნებისმიერი ადამიანი, უბრალოდ ასაკი არის განსაზღვრული 15-დან 26 წლის ჩათვლით და თუ შეიძლება ჩვენი ორგანიზაციის წევრი უკვე დეტალურად იტყვის აი ამ
კონკურსის შესახებ. კი ბატონო. უშუალოდ კონკურსზე ვისაუბრებ, ეს ეგოარტი, როგორც თქვენ სახელწოდება იქნება ასეთი ამ კონკურსის. თითქმის ყველა რეგიონიდან შეიძლება ახალგაზრდას 15-დან 26 წლამდე მიიღოს მონაწილეობა, აირჩევა თითო გამარჯვებული. 25 მაისამდე აქვს შესაძლებლობა გამოაგზავნონ თავიანთი ნაწარმოებები, ხოლო დაჯილდოება შედგება უკვე ივნისის ბოლოს. დაიბეჭდება კრებული, იქნება გამოფენა ფოტოგრაფიაში გამარჯვებულების და აგრეთვე კიდევ ერთი დეტალი, ტრანსპორტირების პრობლემაც გავითვალისწინეთ და ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირებაც, სასტუმრო ასევე. ჩვენიერი. დიდი მადლობა. ჩვენ ცოტა ხანში დავუბრუნდებით. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და განვაგრძობთ საუბარს ახალგაზრდების ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბატონო რატი, ესეთი სახის პროექტები რა კონკრეტულად უნარჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს ახალგაზრდობაში, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ხო, პირველ რიგში რადგან ფონდის საქმიანობას შევეხეთ, აქვე მინდა მადლობა გადაუხადო როგორც სათათბიროს წევრმა, თითოეულ იმ ორგანიზაციას, რომელმაც პროექტი შემოიტანა და ასევე, რა თქმა უნდა, მინდა გულითადად მიულოცო ყველა გამარჯვებულ ორგანიზაციას. და იმ ორგანიზაციები, რომელთაც სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ გამარჯვებულთა სიაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სახსრები ყველას ფიზიკურად ვერ გაწვდება, აქვე ის უნდა თქვა, რომ იყო ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. თუ იგეგმება სამომავლოდ რომ გაიზარდოს ბიუჯეტი ფონდის? აი რაც შეეხება მოკლედ გიპასუხებთ. კი ბატონო. კიდევ გამოცხადდება ერთი საგრანტო კონკურსი წელს და ვნახოთ შეიძლება კიდევ იყოს მეორეც. ფონდის ბიუჯეტი საბოლოო ჯამში არის 1 მილიონი ლარი და შესაძლებელია, ჩვენ რა თქმა უნდა საკითხს ვიმუშავებთ, რომ ეს კიდევ უფრო იყოს გაზრდილი იმისათვის, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება თვით რეალიზაციისა. რაც შეეხება უშუალოდ რას აძლევს პროექტის განხორციელება ახალგაზრდას, ამას შემდეგნაირად გიპასუხეთ. პირველ რიგში ეს ამყარებს თვითონ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ნებისმიერ ორგანიზაციას არსებობისათვის სჭირდება თანხები და ამავდროულად ის ახალგაზრდები იწყებენ სწავლას იმისას, თუ როგორ მოიძიონ თანხები. არა ის რომ თქვა მივიდნენ კონკრეტულად, არის ბევრი ესეთი ორგანიზაციაც, რომელიც პირდაპირ სამინისტროში მოდის და გვეუბნება რომ გვინდა თანხა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ორგანიზაციები გადავამისამართოთ ფონდთან და მივაჩვიოთ ცივილური ურთიერთობების ფორმებს, სადაც სახელმწიფო თვითონ ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფო გამოყოფს სახსრებს, რომელიც ნებისმიერს შეუძლია მოიპოვოს, თუ კი დააკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული. შესაბამისად, ეს პირველ რიგში ორგანიზაციას ეხმარება და თითოეულ ახალგაზრდას საშუალებას აძლევს, რომ გამოავლინოს საკუთარი თავი, რომელიც ამ ორგანიზაციაში საქმიანობს. ამავდროულად ამ პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ ორგანიზაცია, არამედ უამრავი სხვა ახალგაზრდა ადამიანი საქმდება და უფრო საინტერესო ხდება მათთვის საქართველოში ცხოვრება, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათ გარშემო ხორციელდება უამრავი ღონისძიება, ეს არის კულტურის მიმართულება, ეს არის ეთნიკური უმცირესობები თუ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში სამინისტრო ერთის მხრივ ცალი ხელი გარკვეულწილად ეს იდეოლოგიის ნაწილია და რა თქმა უნდა ჩვენ 20 წლის შემდეგ ესეთი პროექტები თუ უფრო მასიური იქნება, უფრო მასშტაბური იქნება, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. რომ ადამიანებზე ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია. გეთანხმებით, ანუ აქ ჩვენი მიდგომა არის შემდგომი, რომ ჩვენ უშუალოდ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი ცალი ხელით მოქმედებთ თვითონ და ჩვენ გვაქვს ჩვენი გადმოსახედი, რომელიც უკვე შემოვიღეთ ახალი მეთოდი, რომ ნებისმიერი პროექტი განვახორციელოთ კვლევების საფუძველზე და ვიცოდეთ კონკრეტულად თუ რა საჭიროება არის საზოგადოებაში. რაც შეეხება მე უბრალოდ გამოვარჩა და ეს დავამატებ აუცილებლად, ამავდროულად სამინისტრო ახორციელებს ერთ საკმაოდ საინტერესო პროექტს, რომლის სათაურიცაა პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. ალბათ თქვენ კურსზეც იქნებოდა ბევრი და დამსწრე საზოგადოების კურსზეც ბევრი ისეთი ადამიანები, რომლებიც შემდგომში აი თქვა დაასრულეს სწავლა, მაგრამ თავის პროფესიით არ მუშაობენ. მაგალითად, ჩემს კურსზე იყო ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ იმას უწონებდა, რომ საერთოდ რა მინდოდა იურიდიულზეო. ეს რომ გამოირიცხოს, ამაზეც დავიწყეთ ფიქრი. მიმდინარეობს პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობა ამჟამად, რომლის ფარგლებშიც მოხდება ერთი ტესტის აპრობაცია
და შემდგომში გადაითარგმნება ელექტრონულ ენაზე, შეიქმნება ინტერნეტ საიტი და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ასრულებენ უკვე სწავლას და რომლებიც არიან აბიტურიენტები და უნდა გააკეთონ განაცხადი რამოდენიმე ფაკულტეტზე, საშუალება მიეცემათ ამ საიტის მეშვეობით გაარკვიონ თუ კონკრეტულად რომელ პროფესიას უფრო მეტად შეესაბამებიან. აქ იქნება ინფორმაცია პროფესიების შესახებ და აქ იქნება ასევე სპეციალური მითითება ფსიქოლოგის რჩევები, უბრალოდ ვირტუალური ფსიქოლოგი, რომელსაც შეუძლია მშობელმა დაუსვას შეკითხვა, თუ რამდენად უნდა ჩაერიოს შვილის პროფესიის არჩევაში, იმიტომ რომ როგორც იცით, მაგალითად, მე პირადად ექიმის შვილი ვარ და საკმაოდაც ვცდილობდნენ რომ ექიმი გამოსულიყავი, მაგრამ ალბათ ეს ნაბიჯი რომ გადამედგა, დღეს ვერ ვიქნებოდი მთლად ჩემი პროფესიით კმაყოფილი. ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევაც და ეს საიტი დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებსაც და თუკი ჩვენ ძალიან მცირე პროცენტსაც მივიღებთ, რომელიც სწორ პროფესიულ არჩევანს გააკეთებს, შემდგომში ეს მათ პირადადაც და ბუნებრივია სახელმწიფოსაც გამოადგება. დიდი მადლობა. ბატონო გზა, თუ ხორციელდება იმ ადამიანებთან, რომელებმაც თავის დროზე განახორციელეს პროექტი, იმ ადამიანებთან გარკვეული თანამშრომლობის შენარჩუნება და თუ არის მათთან რაღაცა გარკვეული სახის კომუნიკაცია, რომ შემდგომში ისინი როგორც ესე ვთქვათ, ვალანტიორები, თუნდაც დანარჩენი კონკურსანტებთან სამუშაოდ გამოიყენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არის, რომ ნებისმიერი ჩვენი პროექტი, რომელიც განხორციელდა და განხორციელდება, არ იყოს ერთჯერადი. ანუ მას კონდეს გაგრძელება და იყოს საბოლოო ჯამში შედეგზე ორიენტირებული, იმიტომ რომ დაუშვათ წეგან თქვი და გავიმეორებ, რომ დაიდგა სპექტაკლი, ხო? თქვი და გავიმეორებ, რომ ვაინახურ ენაზე გვინდა დავდგა. ანუ რაღაც გარკვეული თანმიმდევრობა უკვე ჩადებულია. რამდენად ხდება ახალგაზრდების, ბავშვების დონეზე წახალისება და მათი აქტიურად ჩართვა სპორტში? მოგახსენებთ, როგორც ბატონმა რატი ბრძანა, იმ პრიორიტეტებთან ერთად რაც აქ ჩამოვთვალეთ, არის ეს თემატიკაც, ანუ საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში სპორტის კანონმდებლობა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია ამ თემაზე საერთოდ საუბარი არ იყო, იმიტომ რომ დღეს ნებისმიერი ახალგაზრდის უმრავლესობის პრობლემა არის ხელმისაწვდომი. ნებისმიერი სპორტის სახეობაში ჩართვა არის გარკვეული თანხა გადასახადი და სამწუხაროდ ამ ეტაპზე მოსახლეობის უმრავლესობას ეს არ შეუძლია. ამიტომ მიდის ამაზეც მუშაობა და თვითონ ჩადებული იყო საპროგრამოთ ასე გვაქვს წარმოდგენილი კლუბურ სისტემაზე გადასვლა, όμως ამას შესაბამის საკანონმდებლო ბაზა უნდა და შეიძლება ამას ახლა შეიძლება არ უნდა ახმაურებდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე მიდის მუშაობა, როგორც სკოლაში ვაუჩერი თვითონ მოსწავლე შეიძლება ასეთი სისტემა მოიფიქროს. ანუ მიდის გარკვეული ფორმების ძიება. დიახ და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აქაც რაღაც შედეგს მივიღოთ. რაც შეეხება რეგიონებს, მოგახსენეთ, რომ რამდენიმე რეგიონში ვიყავი და ამ ხიარულ სტარტებზე პირდაპირ ჩართულები იქნებიან. გარდა ამისა, თუნდაც ახალქალაქის რეგიონში მარნეულიდანაც შემოგვივიდა თხოვნა ინვენტარის შესახებ და ვის შესაძლებლობა რა ჩვენ გვაქვს დაუშვათ ბიუჯეტიდან გამომდინარე ვეხმარებით. თუმცა კიდევ ამბობ, როცა საკანონმდებლო ბაზა შეიცვალება, სისტემური ცვლილება, რომ ფედერაციების ფუნქცია უკვე გაიზრდება და ჩვენ უნდა ვიყოს სამინისტრო, უნდა იყოს ამ შემთხვევაში პოლიტიკის განსაზღვრელი. ყველა ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, ამიტომ საბოლოო იქნება შედეგზე გათვლილი. რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეთნიკური უმცირესობებთან არავითარი მე ვფიქრობ, რომ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად ადამიანის უფლებების პრობლემა თუ დგას ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობებისთვისაც არის პრობლემა და უმრავლესობისთვის. ამიტომ თავარია ეს დაბალანსდეს. ასე რომ მე ვფიქრობ, კარგი პროექტებია და მომავალი კარგია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო, დავამატებ რაც შეეხება თანამშრომლობის შენარჩუნებას ფონდსა და დაფინანსებულ ორგანიზაციებს შორის. უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ფონდის ხელმძღვანელობას გაუჩნდა საკმაოდ კარგი და საინტერესო იდეა, რომ შეიქმნას ტრეინინგ ცენტრი ფონდთან, რომელშიც ახალ ბედა ორგანიზაციებს და ასევე უკვე ასე ვთქვათ, კარგად ეტაბლირებულ ორგანიზაციებსაც მიეცემათ საშუალება, რომ ისწავლონ პროექტის წერისა და განხორციელების თანამედროვე მეთოდები. ანუ ამით ფონდი ცდილობს, რა თქმა უნდა, ხარისხის აწევას პროექტებისას, მაგრამ მეორეს მხრივ
ეს კიდევ თანამშრომლობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ფორმაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია რომ დაიწეროს უკეთესი პროექტები და იმ ორგანიზაციებმა რომლებიც ეხა დაფინანსდნენ ვეღარ მიიღონ ეს დაფინანსება მიიღოს სხვა მაგრამ ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში სამინისტროს და ფონდს გულისხმობ რომ ხელი შეუწყოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს იმისათვის რომ თანხები ასევე სხვაგანაც მოიძიონ ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ფონდებთან სამინისტროს და ანუ დეპარტამენტსაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები სხვა საერთაშორისო ფონდებთან და ჩვენ მათ ხელს შეუწყობთ იმაში რომ მოიძიონ თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებს აი ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა ბუნებრივად გრძელდება და შესაბამისად გარკვეულ დაკვირვებას კადრებზეც და ბუნებრივად ვახდენთ რომელიც შემდგომში შესაძლებელია სამინისტროს თანამშრომლებათაც მოგვევლინოთ. დიდი მადლობა. კაპიტანა, ბატონმა რატი ახსენა ზოგადად პარტნიორების და ესე ვთქვათ მეგობრების წრე ფონდს როგორი საპარტნიორო წრე ყავს, როგორი სამეგობრო წრე და რამდენად აი ეს ურთიერთკავშირი აძლევს საშუალებას ფონდს განვითარდეს. ჩვენ ველოდებით EBS აკრედიტაციის მიღებას ამ ეტაპზე ასევე გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი მშვიდობის კორპუსთან და ძალიან მალე ამერიკელი მოხალისე დაიწყებს ჩვენთან მუშაობას. რატომ უგვებძანა რომ უახლოეს მომავალში დაფუძნდება ტრენინგ ცენტრი, რითაც საშუალება მიეცემათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი უნარები, თუმცა აქამდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომ საკონსულტაციო საათებით ესარგებლად, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოიმართათ ფონდისთვის და როგორც ონლაინ, ასევე პირადი კონსულტაციაც მიიღოთ. აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ დამოუკიდებელი ინიციატივები არსებობს ფონდის მხრიდან, დღესაც თქვენ გადაცემაში ვერ მოვიდა ფონდის წარმომადგენლები, დირექტორი და დირექტორის მოადგილე, ვინაიდან ისინი იმედია რომ მომავალში კიდევ ერთხელ ისინი იმყოფებიან განმუხურსა და მარტვილში გვაქვს საქველმოქმედო ღონისძიება და ვეხმარებით ადგილობრივ სკოლებს წიგნადი ფონდების შევსებისთვის. ანუ მიმართულებები არის სხვადასხვა, აუცილებლად უნდა ითქვას რომ კულტურულ საგანმანათლებლო პროექტები ნაწილი უკვე განხორციელდა, მაგალითად მარჯანიშვილის თეატრში ახლახან ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი გალის რაიონის სკოლების დასახმარებლად და ძალიან დიდი იყო საზოგადოების აქტივობა და ბუნებრივია ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. უღრმესი მადლობა. აუცილებლად გავესაუბროთ იმ ადამიანს, რომელმაც პირველად გაიმარჯვა სწრაფ ბეჭდაში, ხო? აი, როგორი შეგრძნება აუცილებლად თქვენ დასვით კითხვა თუ საიდან გახდა ეს ჩვენთვის ცნობილი. მე მინდა აღვნიშნო ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ახალი მმართველობის პირობებში უფრო ღია გახდა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი სამინისტროსთან თანამშრომლობა ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და მე დიდი მადლობა მინდა გადავხადო ამისთვის. საქართველოს ელექტრონული სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც არის ინტელექტზე და სწრაფ აზროვნებაზე დაფუძნებული. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი გამარჯვებული სევინჩ მამედოვა მარნეულის რაიონიდან, რომელმაც პირველი ადგილი აიღო ამ პროგრამაში და ალბათ საინტერესო მისია თვითონაც გვეტყვის ორ სიტყვას. საიდან გაიგე ამ კონკურსის შესახებ? როგორ ჩაერთე ამ კონკურსში? მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მეშვეობით, ანუ დირექტორმა მომაწოდა ინფორმაცია და მე მონაწილეობა მივიღე ამ კონკურსში. ძალიან გამოცდილება მივიღე ძალიან დიდი ამ კონკურსიდან, შევიძინე უამრავი მეგობარი. პროექტები ძალიან კარგია, რომ განავითაროთ ტოლერანტობა და მე სხვადასხვა სოფლიდან, მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან შევიძინე მეგობრები. მომეწონა ჩემი პრიზი, რომელსაც ხმარობ და მომავალშიც ვიხმარებ, ელექტრონული წიგნაკი. ესეთი კონკურსები ტარდება უცხოეთშიც, რამდენადაც მე ვიცი, სწრაფი ბეჭდის კონკურსი თუ აპირებს ფედერაციაც და თქვენ მიიღოთ მონაწილეობა. როგორც ვიცი, ჩატარდება ჩემპიონატი და იმედია საქართველოში. ხო, საქართველოს მასშტაბით და იმედია იქაც გამოვაჩენ თავს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხავთ? ჩვენ როგორც ჟურნალისტები თვალყურს ვადევნებთ და ხშირად ვნახულობთ საიტზე მიმდინარე მოვლენებს. აბსოლუტურად არის გამჭვირვალე და ღია ფონდის საქმიანობა. თებერვალში გამოცხადებული პროექტი რომელიც უბრალოდ რომელიც უკვე დასრულებული არის და მალე შედეგებიც იქნება, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენ შეგვეძლო Facebook-ის საშუალებითაც დაგვეწერა კითხვები და ვღებულობდით მაქსიმალურად და სწორ პასუხებს უბრალოდ იმას, რასაც ველოდებოდით და ამისათვის დიდი მადლობა ფონდს და
გარდა ამისა არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა მოგეხსენებათ და ამ კუთხითაც არის გამოსწორებული ეს სიტუაცია. დიდი მადლობა. მოდით სპორტსაც შევეხოთ. დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ქართული საბრძოლო ხელოვნების და ქართული სამოსის ფესტივალის დაფინანსებისთვის. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში გაიმართება ესეთი ტიპის ფესტივალი. ფესტივალის წინ მედი დაანონსდება ქართული სამოსის დღე. გაკეთდება მოწოდება. თუ არის ესეთი ანალოგიური სხვა ჯგუფები, როგორც აი შავფაროსნები არის, სხვა რეგიონში. თუ არიან ესეთი ჯგუფები, კონტაქტები თუ გაქვთ? შავფაროსნებს გვაქვს ჩვენი ჯგუფი გახსნილი ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, რეგიონებში, ყაზბეგში საკმაოდ აქტიურად. ანუ ყველა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. და ეს ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ქართული საბრძოლო ხელოვნება, რასაც აერთიანებს, იქნება გამოფენები ქართული იარაღის, აი ამ თემატიკასთან დაკავშირებული, თუ კი რაიმე ესეთი საინტერესო შეიძლება მოიძიოს, აქტიურად გვეხმარება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რაღაცა რა თქმა უნდა ფონდი. ფიქრობ ძალიან საინტერესო და ესეთი მასშტაბური ფესტივალი გამოვა. დიდი მადლობა ესეთი აქტიური მონაწილეობისთვის. ძვირფასო მეგობრებო, მინდა რომ გარკვეულწილად შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. როგორ აპირებთ განავითაროთ თქვენი საქმიანობა მომავალში, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ახალგაზრდობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ბატონო დოქტორ. თქვენ ძალიან და ჩვენთან საუბარში გაიჟღერა აზმა, რომ სხვა დროსაც იქნება აუცილებლად. და ჩვენ მზათა ვართ, რომ იმიტომ რომ დღეს მაინც უფრო კონკრეტულად იყო ფონდზე საუბარი, იყო ეთნიკური უმცირესობების საუბარი ამ თემატიკაზე, მაგრამ ის პროექტები, რაც ჩვენ ახალგაზრდობის საქმე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე სამინისტროს აქვს, ძალიან ბევრი და საინტერესო თემატიკაა. აქ პატრონმა რატომ ზანა შეზღუდვის პირთათვის, ანუ ძალიან საინტერესო პროექტებია. ჩვენ აუცილებლად მომავალ სეზონში ეს ძალიან საინტერესო, ეს არის მაგალითი დანარჩენი ახალგაზრდობისთვის ჩვენი ქვეყნის, რა თქმა უნდა, და მომავალ სეზონში პირველად გასაგებთ გავაკეთოთ ეს განსაკუთრებით ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ თქვენგანაც კარგი იქნება კონტროლი, რომ დაუშვათ აი აგაკეთა როგორ კარგულ მონიტორინგს ჩვენ ჩავატარებთ. და პირველ რიგში მთავარი არის რომ რაღაც პროცესი დაიწყო, ანუ ქმედება დაიწყო და მე ვფიქრობ სწორი მიმართულებით დაიწყო და ნებისმიერი ის თემა რაც ჩვენ ვისაუბრეთ, მეც ვუნდათ რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი გახდება და საზოგადოება თვითონ იგრძნობს ნებისმიერი ის პროექტი და ის პროგრამა რაც განხორციელდება ან ფონდის მხრიდან ან ჩვენი მხრიდან ან დაფინანსდება უბრალოდ ფონდის მხრიდან ჩვენი მხრიდან განხორციელდება დამეწმუნდით რომ საზოგადოება მას მალე იგრძნობს რომ ქვეყანაში მართლა შეიცვალა სიტუაცია ახალგაზრდობის მიმართულებით. დიდი მადლობა. კაბუტოანა. ბუნებრივია ფონდი გააგრძელებს თავის ძირითად მიმართულებას, ისევ გამოცხადდება საგრანტო კონკურსები და მოუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ ყველა რეგიონიდან, მით უმეტეს, რომ უკვე სერიოზული ბარიერი არის მოხსნილი ფონდის რეესტრში რეგისტრაციისა და საინიციატივო ჯგუფებსაც შეეძლებათ, რომ შემოიტანონ საგრანტო პროექტები. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, საერთაშორისო მიმართულებით მუშაობთ აქტიურად, არის დამოუკიდებელი ინიციატივები, საქველმოქმედო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, რომლის შესახებაც საზოგადოება თქვენი გადაცემიდან და სხვა სატელევიზიო სივრციდანაც მოისმენს. დიდი მადლობა. ბატონ რატ. რაც შეეხება ძირითადს ძალიან მოკლე შეჯამებას გავაკეთებ. მიმაჩნია რომ მეტნაკლებად უკვე გადაიდგა წარმატებული ნაბიჯები და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი განაპირობა იმან რომ თვითონ მინისტრის უშუალო მითითება და თხოვნა და ძალისხმევა არის ის რომ ახალგაზრდობა დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ პოლიტიკური პარტიული წნეხისაგან არის თავისუფალი. როგორც თითოეული აქ დარბაზში მყოფი ახალგაზრდა ალბათ დამემოწმება და ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებიც და ნებისმიერი სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც სავარაუდოდ დამემოწმებიან იმაში რომ აღარავით არის პარტიული მითითება სამინისტროს მხრიდან აღარ ხორციელდება ახალგაზრდობის მიმართ, ამით სისტემა გახდა თავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენ თავად ვაძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ თვითონ განვითარდნენ. და სწორედ გარკვეული წარმატების ნიშნები, რასაც უკვე ვატყობ და ძალიან მიხარია, მოიტანა ამ მიდგომ, ეს მიდგომა გაგრძელდება და მთელი უწყებათა შორის კომისიაც ბუნებრივია იმუშავებს იმისათვის რომ თითოეულ ახალგაზრდამ უკეთ იგრძნოს თავი ამ ქვეყანაში და ის გადინება საქართველოსდან როგორმე შემცირდეს და ცხოვრება აქ რაც შეიძლება საინტერესო გახდეს. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
რა თქმა უნდა, ყოველი განხორციელებული პროექტი, ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მაგალითი დანარჩენი ახალგაზრდებისთვის, რომ ჩაებან ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იაქტიურონ. ამით ყველა მოვიგებთ, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყანა. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ კვირაში ნახვამდის.